ესპანელმა ფერმერებმა საპროტესტო აქციის ფარგლებში მადრიდში დაახლოებით 500-მდე ტრაქტორი გამოიყვანეს, რამაც ქუჩებში შეფერხება გამოიწვია. ისინი დაბალ შემოსავლებსა და სამხრეთ ამერიკასთან ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმებას აპროტესტებდნენ. ფერმერები მოითხოვენ, რომ მთავრობამ ესპანეთის სასურსათო სექტორის დასაცავად სწრაფი და რეალური ნაბიჯები გადადგას. მათი თქმით, მზარდი ფასები და მკაცრი რეგულაციები მათ შემოსავალს კიდევ უფრო მეტად ამცირებს. ისინი ეწინააღმდეგებიან ევროკავშირისა და მერკოსურის სავაჭრო შეთანხმებასაც, რადგან შიშობენ, რომ ბაზარზე მეტი იაფი საქონელი შემოვა, რის შედეგადაც ფერმერები დაზარალდებიან. ჩვენ აქ სწორედ იმისთვის ვართ, რომ გავაპროტესტოთ მერკოსურის შეთანხმება. 2030 წლის დღის წესრიგი და უამრავი ბიუროკრატიული პროცედურა, რომლებიც ყოველდღიურად გვახჩობს. საბოლოო ჯამში სამინისტროში მყოფ ადამიანებს სურთ გადაწყვიტონ, რა ხდება ჩვენს ფერმებში. თუმცა ჩვენზე უკეთ არავინ იცის იქ რა მდგომარეობაა. ევროკავშირმა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების მერკოსურის ბლოკმა გასულ თვეს ოფიციალურად მოაწერეს ხელი დიდი ხნის წინ ნანატრ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რომლის მიზანია მზარდი პროტექციონიზმისა და სავაჭრო დაძაბულობის ფონზე კომერციული კავშირების გაძლიერება მთელ მსოფლიოში. მერკოსური დაგვაქცევს. სოფლის მეურნეობის სექტორი გარკვეულწილად უკვე განადგურებულია. მერკოსურის შეთანხმება კი ამ სექტორისთვის საბოლოო დარტყმა იქნება. ისიც კი არ ვიცით, არსებობს თუ არა გაურკვევლობა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ ვართ ინფორმირებულები. არ ვიცით რა არის ეს. მერკოსურის გაერთიანებაში შედის სამხრეთ ამერიკის უდიდესი ეკონომიკის მქონე ორი ქვეყანა არგენტინა და ბრაზილია, ასევე პარაგვაი და ურუგვაი. 17 იანვარს ხელმოწერილი სავაჭრო შეთანხმება ევროპარლამენტის კანონმდებლობა უნდა დაამტკიცონ, თუმცა ევროპარლამენტმა შეთანხმება განსახილველად ჯერ ევროკავშირის უმაღლეს სასამართლოს გადასცა.